მე ვარ მარიამ მაჭარაშვილი, 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ციკლი. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლი. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. ყველაზე ხშირად ხატავ ადამიანებს, გრაფიკაში და ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერი არის ყვითელი და არ მოყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ ჩემს ნახატებში ვერ ვიყენებ. ყველაზე რთული არის ბუნების ხატვა და ფერებში რო დახატო ეს ბუნება, ეგეც ძალიან რთულია. ადვილია გრაფიკაში პორტრეტის სახატვა. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 18 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა შევადარო, როგორ ხატავდი ბავშვობაში და როგორ ხატავ ეხლა. მინდა გამოფენა მქონდეს ჩემს სკოლაში. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ასე შემდეგ. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ ჩემ დეიდაშვილ ნინი მურადაშვილს. ყიდველი რო იყოს, სიამოვნებით გავყიდდი ნახატებს. თვითონ ნახატი აღირებოდა 25 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ნივთებში და ტანსაცმელებში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 100 ლარი. ხან სტუმრები მჩუქნის, ხან მამა ჩემი, როცა დაბადების დღე მაქვს, მაშინაც ვაგროვებ და ასე შემიგროვდა ასე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემს მშობლებს დავურიგებდი და ასევე გაჭირვებულებსაც დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი სასახლეს და კარგ მანქანას. 25 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შავი ფერის BMW-ს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ ნაქარგულში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. საყვარელი ლითია ეს. ერთხელ მქონდა კონცერტი და კარგად ვიცეკვე. ძალიან კარგი განცდა დიდ სცენაზე ცეკვა. მე ვაპირებ ვიცეკო 18 წლამდე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან მხიარული კლასელები მყავს და მასწავლებლები ძალიან კარგი მყავს. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარულია ანანო ადამიანი. ყველაზე ჭკვიანია მარიამ ჩაგანავა. ყველაზე მშვიდია ემილი ქობულაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამ ჯაყელიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია ნესტან დუმბაძე, რადგან ძალიან მხიარულია, ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს და სულ გვეხმარება კლასელებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ინგლისურის მასწავლებელი. ბავშვობაში კი მინდა და გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, რადგან ოქროს დაბადების დღე მექნება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, დაიკო და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა დაიკო. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ლოლიდა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული და სულ მართობს. ჩემი აზრით ლოლიტა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავი. მამიყვარის მზრუნველი, შრომის მოყვარე, მხიარული და სულ ბედნიერია. კიდევ არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, სამართლიანი, მეგობრული და მხიარული. ბებია არის კარგი, მხიარული, კარგი დიასახლისი ასევე და უყვარს ბევრი ლაპარაკი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარება, მაგრამ საჭმელების გაკეთება ვიცი. პირველად საჭმელები გავაკეთე, ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად შემიძლია ყავის ადუღება. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიძია თომას ქოხი. კითხვა შემიყვარდა იმიტომ, რომ დედა ჩემი ბავშვობა პატარა რო ვიყავი, სულ წიგნებს მაკითხებ და მაძალებდა რომ წამეკითხა. მე შევეჩვია კითხვას და მივხვდი რომ წიგნი არის კარგი საყვარელი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დედამიწაზე გავაქრობდი ბოროტებას. იმიტომ არიან ადამიანები ბოროტები, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს შორიანობა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია კატა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად მარიამი რო არ მერქვას, მერქმეოდა თათია. ბედნიერება არის ხატვა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.